მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მოვიდა უკვე ჩვენი აპრილის პროგნოზი, გავიგოთ ჩვენ. ანუ რისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ აპრილში მზად, ვიცი რომ ბევრს უყვარს ეს გაშლა. ამიტომ ჩვენ როგორც ყოველთვის, ახლა ჯერ სიგნიფიკაციას ნახავთ და მერე ვნახოთ ჩვენ, ესე იგი, რა ენერგიები იქნება აპრილში და ყველა სამივე სფეროს განვიხილავთ, ანუ ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. აი დასდები დღეს ვარჩიე ბევრი, რა ვიცი, თვითონ ზოგზე არ მიმუშავია კაი ხანი, ნუ რაღაცა ალბათ უნდა გითხრა განსაკუთრებული, ხო? ვნახოთ ახლა პირველ რიგში ვნახოთ ეს სიგნიფიკაცია, ვისთვის იქნება, რა ხდება ახლა თქვენთან. так, შემდეგი ვკითხოთ ახლა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა ენერგიები შემოდის აპრილში, უკვე ნამდვილი გაზაფხული იქნება, შეიძლება ზაფხულშიც გადავიდეს უკვე ხო აპრილ-მაიცის, საქართველოში ყოველ შემთხვევაში მასე არის და აბა ვნახოთ რა ენერგიებს შემოდის ჩვენთან, ასეთი დასდავერჩიე. ეხლა აი აქ რაც ექნება საქმიანობას, სხვათა შორის მოითხოვა ორმა დასტამ რა, ძალიან საინტერესო. და ვფიქრობ, რომ აი ეს უფრო რაღაცა შეიძლება ბოლოს რაც ექნება აჩვენებს, იმიტომ რომ აქ იდო მაგიდაზე და მთელი ოთახი გადავანგრიე რაღაც მეძახდა და აქ ვარ მე მითხრა. კაი, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა უნდა დატოვოთ უკვე, всё, არ გვჭირდება ჩვენ ტრანსფორმაციებს სულ გავდივართ, ამიტომ არის იმ ტრანსფორმაციების პერიოდში რაღაცა უკვე რაც არ გვჭირდება ჩვენ. ვნახოთ ახლა რა უნდა წავიდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საქმიანობაზე და აი ეს ვნახოთ ჩვენ მაინც რადგან მოითხოვა, მე მაინც უნდა გამოვიყენო, რა ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება აქ არის ინფორმაცია და კიდე აქაც ვნახოთ ჩვენ ახლა რა თვის ბოლოს, მოდით ასე ჩვენ მივხვდებით მაგით, რომ აი ეს სადღაც, თქვა, ეს პირველი ნახევარში, ეს მეორე ნახევარში, მოდით ასე გავაკეთოთ, რა ვიცი, რადგან მოითხოვა, კი ბატონო, იყოს მასე. ზოგისთვის შეიძლება ეგაც იყოს მნიშვნელოვანი, ხო? აი ასე. და შემდეგ ჩვენ ახლა ვკითხოთ ფინანსებზე. ფინანსებზე არაფერი მოუთხოვია, ამიტომ რა ვიცი, ვნახოთ რა უკვე რა ენერგიები წავა, რა აღარ იქნება და დაგასაკეთ ცოტა, რა მოდის. ნახოთ. დღეს რა ძალიან ლაპარაკი უნდა ამ ჩემ დასტებს რა ხდება. და ვნახოთ ახლა ურთიერთობა ჩვენი, ხო, სასიყვარულო თემებშიც ვნახოთ რა მიდის უკვე, რა პრობლემები წავა თქვენი პირადი ცხოვრებიდან და ვნახოთ რა შემოვა, რითი გაგახარებს თქვენ პირადი ურთიერთობა, ხო? აგახალი და წყება არის რაღაცის. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ვისთვის პენტაკლების მეფე, რა ხდება ღმერთო? აი ნახეთ როგორი სიმბოლური აპრილი ხო არის, აპრილი არის საერთოდ კუროს ნიშანი, კუროც არის და მე მგონი ხო რა, უფრო კუროსი არის რა, მე თვითონ კურო ვარ. და ანუ ნახე პენტაკლების მეფე კურო ხო, რაღაცა აქ სხვათა შორის თქვენ ახლა ამ წუთში შეიძლება ხართ როგორ სიტუაციაში, პირველ რიგში შეიძლება რაღაცა უნდა ფიქრობთ თქვენ, რომ რაღაცა სიტუაცია, რომელიც არის დაკავშირებული მამაკაცზე, მოდით პირველ რიგში ვთქვათ, ახლა მე არ გეტყვით საჯარო გაშლაში თქვენი ქმარი, თქვენი მუდმივი პარტნიორი, მნიშვნელოვანი, მამაკაცი დავარქვათ ჩვენ, სტაბილური. ნახეთ, ეს არ არის ვთქვათ გუშინდელი გაცნობილი, შეიძლება გუშინდელი გაცნობილიც არის, მაგრამ თქვენ ახლა დაუშვოთ ფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო ჩემი ქმარი, დაუშვოთ მომავალში რა. მაგრამ რაღაცა ინფორმაცია გაინტერესებს, რაღაცას ან გინდათ, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა სიტუაცია გაერკვას. ამავდროულად აქ რა თქმა უნდა პენტაკლების აქ არის მასტი, ამიტომ შეიძლება ზოგი ფიქრობს რაღაცა ფინანსურ თემებზე, შეიძლება რამე პროექტი გაქვთ ზოგს და თქვენ ფიქრობთ, რომ როდის რანაირად გადაწყდება, არ ვიცი. შეიძლება ბანკის სესხს ელოდებით ვიღაცა, რაღაცა სესხი გაქვთ, ზოგმა შეიძლება даже დაამთავრა უკვე ბანკის სესხი და ზოგისთვის იქნება ინფორმაცია, შეიძლება თქვენ პირიქით გინდათ, რომ აი თქვათ მიცემული გაქვთ
მოთხოვნა და ელოდებით რა მოხდება, ანუ დამიმტკიცებენ, არ დამიმტკიცებენ. აი ეგეთი სიტუაცია არის აქ, ხო? ნუ კიდე რაღაც ერთი ითხოვს, ხო? ხო, ნუ აქ რაღაცა უფრო კიდე გადაწყვეტილების მიღების, კი. აქ როგორი მომენტი არის, იცით? თუ დააუშვოთ ეს არის თუ შეძენაზე აქ რაღაცა მნიშვნელოვანი გინდათ შეიძინოთ, გადაწყვეტილება მიიღეთ, უბრალოდ ელოდებით როგორ გადაწყდება, ხო? თუ დააუშვოთ ეს მამაკაცი ხება, თქვენ აი აქ ნახეთ, თქვენ პრინციპში ეს სიტუაცია, რომელიც გაკავშირებთ მამაკაცს, ხო? არის რაღაცა, ნუ ძვრა არ არის რა, არანაირი. შეიძლება თქვენ ფიქრობთ კიდე რას, ნახეთ აქ განკორწინებაზეც შეიძლება ზოგი ფიქრობს, ან დასრულებაზე და რატო გეტყვით, იმიტომ რომ აქ ეთყობა თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ჩადებული, ახლა შეიძლება ბიჭებო თქვენს გეხებოდეთ, შეიძლება თქვენ დაუშვოთ ახლა ბევრი რამ მქონდა ჩადებული პარტნიორში, ხო, გადაატრიალეთ თქვენს სიტუაციაზე. და ეხლა ფიქრობთ, რომ ნუ всё, მორჩა რა, დამთავრდა რა, იმდენს ვდებდი და არანაირი არ დამაფასა იმ თქვათ იმ პიროვნება რა, რაშიც ვდებდი თქვათ მე ფულს სიტყვაზე, ხო? შეიძლება თქვენ კიდე აქ როგორი მომენტი არის, იცით, რომ მე აღარ ვაპირებ უკვე არანაირად არაფრის ჩადება ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ჩემი ფასი გავიგე მე, რომ უკვე მე მართლა ღირსეული ადამიანი ვარ და უკვე აი ასეთი რომ უბრალოდ რომ ერთ კარებში თქვით, როგორ არის თამაში, ხო? თუ კარიბჭი, ხო? რომ თამაშობენ ბურთი სად მიდის მითხარით დამეხმარეთ და აი ზუსტად ეხლა ნუ აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ მე უკვე გავიგე რაღაც ჩემი ფასი მორჩა რა ბანაობა, უკვე აღარ მინდა ეგეთი თამაში, აი ეგეთი რაღაცა შეიძლება იყოს აქ. კარგით, ეხლა შეიძლება ზოგისთვის მანძილზე იყოს ეს პიროვნება სადმე და შეიძლება ფიქრობთ, რომ აი მორჩა თქვათ მარტამდე დაველოდები, მარტის ბოლომდე სიტყვაზე და თუ დაუშვათ არ გამოჩნდება, თუ დაუშვათ ურთიერთობა თქვენი შეჩერებული არის, მე უკვე მე ვიცი, მე უკვე ჩემი ფასი ნამდვილად გავიგე და მქონდა თქვათ ადამიანს რაღაცა თქვათ ვადა, ასე რომ და მე უკვე მე ვიცი, უკვე რასაც მე ვიზავ. გამიგეთ, აი ეგეთი თემაც არის ვიღაცისთვის. Так, რა ენერგიები შემოდის, თუ იცანი თქვენი სიგნიფიკაცია? რა ენერგია შემოდის? ნუ აქ ნახეთ როგორი მომენტი, აქ თქვენ თუ დაუშვოთ იყავით მარტო, თუ თქვენდა თქვენ რაღაცა შეიძლება ურესურსობა, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. აი თითქოს როგორ არის, იცით? აქ ნახეთ კიდე როგორი სიტუაცია, თუ დაუშვათ, ვინც დაასრულა აი აქ ურთიერთობა და რო გითხარით ზოგი თქვათ განკორწინებაც გააკეთა. კიდე აქ რა შეიძლება იყოს, იცით? თუ თქვენ გქონდათ რამე, არ ვიცი ვისთვის მოვიდა ეს ინფორმაცია, სასამართლო, აქ თქვენ ელოდებით ვერდიქტს. რა იქნება, აი აქ რა ვიცი რაღაც ინფორმაცია მომივიდა ეგეთი. ანუ რა ენერგიები შემოდის, აქ თითქოს დამთავრდება თქვენი მარტოობა და თქვენ იქნებით რაღაცა ძალიან მხიარული პერიოდი უნდა მოგივიდეთ რა. აი თუ იყო უენერგიოდ გრძნობდით თავს, ნუ პრინციპში ახლა მარტიც კიდე ისეთი თვე არის, რომ აი ეხლა ნუ ცოტას რაღაც იღვიძებს, მაგრამ მაინც სიცივეც არის რაღაცა ისეთი ამინდებიც არის, ხო? და უკვე თითქოს აი ენერგია მაინც აი ცოტა რა გჭირდებათ, რომ თქვათ, აი ნახათ ტუზი და უკვე ორიანი. ანუ თითქოს შეიძლება აქ უენერგიოდ იყოთ რა ცოტა ხა, მაგრამ უკვე ნამდვილად და აქ ახლავე, კიდე ნახათ რა საინტერესო, მოდის ინფორმაცია. სხვათა შორის, აქ თუნდაც დაუშვათ ვისთვის არის ინფორმაცია. თუ დაუშვათ, აი აქ რო ვთქვით ჩვენ ბოლოს, ეს ადამიანი, რომელიც თქვათ, იყო პაუზაში და ან არაფერს არ მოქმედებდა, ხო, არაფერს არ, ნუ რაც თქვი, ხო? და იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ ვინმესთან ეს სიტუაცია დაუშვათ დასრულდება, იცოდეთ თქვენ ნამდვილად იქნებით ძალიან მშვენივრად კარგად. კიდე მეორე კატეგორიისთვის, ვისთანაც ეს სიტუაცია იყო, ეს დამთავრდება ეს თქვენი მარტოობა, სიტუაცია რომელიც არ იყო დაუშვათ გარკვეული, თქვენ მაგას გაარკვევთ ამ სიტუაციას და აი დამშვიდებით, ანუ ის რაც თქვენ გაწუხებდათ, ის სიტუაცია იქნება, ნუ დამშვიდებით რა. კი და ძალიან ბედნიერი იქნებით აქ.
იმიტომ რომ აქ რაღაცა გაერკვევა, იცით? ნახეთ რა ენერგიებში გადეხართ, ანუ გამოდიხართ, თითქოს აი ეს სიტუაცია როგორია, იცით? აი რა სრულდება აქ, ხო? სიტუაცია, რომელიც იყო ადამიანი შეიძლება ადამიანთან არ ქონდეთ თქვენ, აქ რამე კავშირი დიდი ხნის პაუზა დასრულდება. ადამიანი, რომელსაც თქვენ ფიქრობდით, რომ всё, ну აი მანძილზე იყო, შეიძლება ფიქროთ და კიდე თუ დაუშვათ ვიღაცა იყო ისეთი ადამიანი, ვიღაცა თქვა გაიცანით თქვენ ინტერნეტში, მაგრამ არანაირი ადამიანზე ინფორმაცია არ ქონდათ, არ იცოდით ვინ არის ეს ადამიანი, ხო? აი აქ თქვენ ამასაც გაიგებთ და სხვათა შორის ძალიან გაგეხარდებათ. ის, რასაც თქვენ გაიგებთ, ეს ინფორმაცია, რომელიც დახურული იყო თქვენთვის, თქვენ აქ გაიგებთ. შეიძლება თქვენი თქვა პარტნიორი იყო, ფიქრობდით თქვენ რომ დაასრულეთ უკვე ურთიერთობა, მაგრამ აქ ახლა პრინციპში გაიხსნება სიტუაცია, თქვენ გაიგებთ მაგაზე, ანუ იმ ადამიანზე, ვისთანაც დიდი ხნის პაუზა გქონდათ. ეს ადამიანი, მაგ ადამიანზე თქვენ რაღაცას გაიგებთ, იმიტომ რომ შეიძლება უკვე ისეთი პაუზა არის, რომ თქვენ პრინციპში მიხვდებით, რომ ну არ ვიცი არაფერი და ვაფშე რა იქნება აზზე არა ვარ და იმიტომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ უნდა დავსვათ წერტილი რა. მაგრამ აი აქ გაერკვევა, აქ თითქოს ადამიანს ქონდა ბევრი ფიქრი იმისათვის, რომ გაეგო, რომ ნამდვილად მე მაგის დაკარგვა არ შემიძლია და აქ იქნება ნამდვილად ადამიანი რაღაცას იზავს, კი ბატონო. კი, იგზავს და თან სრულიად შეიძლება მოულოდნელად და აქ იქნება, ну, ტრანსფორმაციის მერე აქ ადამიანი მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი მონათესავი სული, მისის საყვარელი ადამიანი. ну, ახლა მოდით ურთიერთობაშიც ნახოთ, რომ გადავარდე მე ახლა უკვე ურთიერთობაში, ხო ხედავთ რა ვიღაცის აქტუალური არის ძალიან ეთყობა. ნახოთ რა მიდის, ხო? ანუ всё რა აღარ გჭირდება სამსახური. ანუ აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება თქვენ აქ იყავით დაუშვათ, ახლა რაღაცას აკეთებდით, მაგრამ აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება შედეგი არ იყო, რადგან ეს მიდის, ხო? ან შეიძლება თქვათ, ზოგისთვის ნახეთ, სწავლა დასრულდება, თუ დაუშვათ თქვენ ახლა რაღაცას სწავლობდით, თუ თქვათ რაღაცას თქვენ ახალ სამსახურს ეძებდით დაუშვათ, ხო? აი აქ ვიღაცას დაუმთავრდა, ან სამსახური, ან დაუმთავრდა კონტრაქტი რაღაცას, შეიძლება სამსახურიც დამთავრდა, არ გამოვრიცხავ, კი ბატონო ვიღაცასთან ახლა გოგოები ვინც მუშაობ თქვენ ოჯახში შეიძლება რაღაც მაპატიეთ, თქვენს მოხუც რაღაცა დაემართა და თქვენ დაასრულეთ. ახლა ეს ზოგისთვის შეიძლება რომ თქვი სამსახურს ეძებდით და ნამდვილად ეს ძიება დასრულდება. აი აქაც შეგვიძლია თქვა, ხო, რომ სამსახური შეიძლება თქვა რაღაცა სიტუაცია იყო. ისეთი შეიძლება კიდე აქ როგორი მომენტი, აი აქ შეიძლება ნაკადი ვიღაცას ფინანსური ნაკადიც ცოტა შეიძლება შეიცვალა, შეიძლება ზოგს თქვათ ახლა ბევრი ხარჯი გქონდათ, ან ну რაღაცა პრობლემა შეიძლება იყო რა. და ეს მიდის, ანუ ეს სიტუაცია უკვე მიდის. ну აქ უფრო სამსახურს ეხება, ну სამსახურს ეხება მეც რა ვთქვი, რა მაპატიეთ всё უკვე. так, ნახოთ რა კარგი მოდის თქვენთან. აჰა. ესე იგი ნახოთ, თუ ვიღაცა გოგოებო თქვენ აი იმათვის, ვინც გოგოებო თქვენ ხართ იმ სამსახურში რომ ეძებთ, თქვათ, მოხუც ვიზაც უნდა მოუაროთ, ხო? აი იცოდეთ რომ მაგარ სამსახურს ნახავთ. აი უეჭველეთ, თქვენ ახლა ისეთ კარგ სამსახურს ნახავთ, რომ აი რა გითხრათ რა, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში კარგი სპეციალისტი ხართ, იცით ძალიან კარგად უკვე ეს საქმე, გადასარევად იცით ეს საქმე და აი თქვენთვის აქ არის უეჭველი, ვინც ეძებდა, თქვათ, საზღვარგარეთ იყავით და ეძებდით. ну შეიძლება ზოგი აქაც მე ვიცი, რომ აქაც არიან გოგოები, ვინცაც მუშაობენ, თქვათ, ადამიანებთან, ვინც თქვათ, ცოტა შეუძლოთ, ასე თქვათ, იყო. აუცილებლად ნახავ ძალიან მაგარ სამსახურს, აი ну რა ვიცი, რო გითხრა, აი რა კარგია, რომ რა მაგარი სპეციალისტი ხარ, რა კარგად იცი შენი საქმე. შემდეგი კიდე სიტუაცია ისეთი იქნება, აქ რო თქვენ დაუშვათ, რაც თქვენ გაწუხებდათ, ხო? შეიძლება თქვენ დაუშვათ მუშაობთ, ну კარგი პროფესიონალი ხართ, ხო? მაგრამ დაუშვათ ახლა, ну კლიენტები არ მოდიოდნენ, თქვათ, ხო? აი აუცილებლად აქ კარები გაიხსნება და იქნება ну წამოვლენ კლიენტები, ასე ვთქვათ, არა აქ რითი ხარ დაკავებული მნიშვნელობა, უბრალოდ გეუბნებით, რომ აქ ნამდვილად ახლა და სხვათა შორის თქვენ ძალიან საჭირო იქნებით ამ პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება მართლა ბევრი ადამიანი, ვისაც ახლა ცოტა ისეთი სიტუაცია აქ ну რთული მოვლენ თქვენთან, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ იცით, გაქვთ ის ცოდნა, რომელიც შეიძლება ამ ადამიანს დაეხმაროთ.
სამაროს. აი ეს არის ჩემი სიტყვები სულ ჩემი მოსწავლეებისთვის, ხო? რომ უნდა დაიწყო თუნდაც ეს შენი უკვე ფიქრი აქ აღარ არის აქ ადამიანი უკვე უნდა გავიდეს, იმიტომ რომ არის საჭირო ვიღაცებისთვის, ხო? და ვიღაცები გელოდებიან და უშუალოდ შენი ცოდნა არის საჭირო და იმიტომ თუ დაუშვოთ თქვენ ფიქრობთ სიტყვაზე, ისწავლოთ ტარო და ამ დროს ფიქრობთ რომ უიმე იმდენი არიან ეს ტაროლოგები, იმდენი არიან რომ რაღა კიდე მე ახლა ანუ სიტყვაზე, ხო? იცოდეთ რომ არავითარ შემთხვევაში თუ თქვენში ეს უკვე დაიბადა ეს სურვილი, ესე იგი თქვენ ხართ საჭირო, თქვენ ტარო მაგირჩია და თქვენ ეს უნდა ისწავლოთ. იგივე არის სხვა სიტუაციებში. შენ თუ გინდა გახდე მხატვარი, შენ თუ გინდა გახდე მოცეკვავე, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, ესე იგი შენი სული გეუბნება რომ შენ ხარ საჭირო აი ამ დარგში და ამიტომ მიდე და გააკეთე, იმიტომ რომ შენ რასაც აკეთებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ვიღაცებისთვის, ვინც ახლა არის, აი ნუ ისეთ მდგომარეობაში, რომ პასუხი არ აქვს შეიძლება. აი დაუშვოთ შენ ახლა სიტყვაზე ხარ 50 წლის და უცბად მოგინდა რომ გახდე თქვათ მომღერალი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მღეროდი, მაგრამ ნუ არ იყო ეგ სიტუაცია დაუშვოთ, ხო? და უცბად თქვათ და თქვი რომ აი მოდი გავალთ სცენაზე სიტყვაზე, შენი სიმღერები იქნებიან აი სამკურნალო. აი არ გქონდათ ეგეთი მომენტი რომ თქვათ ვიღაცის სიმღერა მოგისმენიათ და ახალი რაღაცა სიმღერა და გითქვათ ვაიმე რა მაგარია რა, არ მინახე არასოდეს ეს მომღერალი და რა მაგარი ვიღაცა არის და როგორ მომეშვა, როგორ თქვათ მომიყვანა ჭკუაზე, ნუ ეს მაგალითი მიხვდებით თქვენ ახლა აქ. მოდით ესეც ვნახოთ, რადგან ახლა აქ გამოვიდა. კი, აი ნახეთ, თვის ბოლოს უკვე თქვენ იქნებით ძალიან კარგად. აი ძალიან კარგად, უკვე ძალიან კმაყოფილი იქნებით ყველა ვარიანტში. უკვე თუ დაუშვათ, აი აქაც რადგან გითხრეს, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ ანუ ყველანაირად თქვათ ახლა თქვენი, ნუ კლიენტურაც უფრო მეტი წამოვა დაბრუნდება რაღაცა, თქვათ შეიძლება ზოგთან ის კლიენტურა, რომელიც უკვე გიცნობდა თქვენ, ეგაც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ, ნუ ყოველ შემთხვევაში სამსახურში თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი თქვენ საქმე თქვენ ბევრ ადამიანებს დაეხმარებით, ბევრი ახალი ადამიანი მოვა, თუ ვინმესთვის დაუშვოთ ახლა პირიქით აი სწავლა უნდა და დაუშვოთ და ეძებდა რა მასწავლებელს, რომელიც ნამდვილად იქნება ისეთი, რომ მომცეს ისეთი ცოდნა, რომ მე კმაყოფილი ვიყო, ნამდვილად აკარებით თქვენ აქაც უკვე თქვენ იპოვით, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ ადამიანს, ვისაც თქვენ იცით, რომ აი ვიცი რომ ეს ადამიანი დამეხმარება და აქ უკვე თვის ბოლოს გვაჩვენებენ რომ უკვე ძალიან კმაყოფილი ხარ, იმიტომ რომ თქვა, კაი ჯგუფში მოხდები, კარგი ადამიანები იქნებიან შენს გვერდ და უკვე რაღაცები გამოგივა კიდევაც. აქ თუ კიდე ეჭვი ქონდა შენ და გეპარებოდე იმაში, აი რასაც მე მოვუკიდე ხელი, ხო ეს ჩემია, გამომივა, მე შევძლებ მე თუ არა, ან იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად კი მიზიდავს, მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ძალიან კმაყოფილით გარჩევით, იმიტომ რომ ნამდვილად ეს აი რა კარგია რომ მე გავბედე, რა კარგია რომ მე ეს გავაკეთე, რა კარგია რომ მე შევძელი და რა კარგია რომ უკვე ნამდვილად მე უარი არ ვთქვი და რა კარგია რომ მე ნამდვილად მოვხვდი იქ სადაც მოვხვდი რა. აი ეს არის ეს რაც ეხება საქმეს. Так, ფინანსები. Так, ну, აქ ახლა პენტაკლების მეფე, ხო? აქაც პენტაკლების მეფე, ну, აქ პრინციპში უკვე ისედაც გვითხრეს რა, პენტაკლების მეფეზე რა შეიძლება უკვე არ იყოს, თქვა, შეიძლება აქ იჯეკეთ და ელოდებოდეთ, თქვა, ფინანსურ მდგომარეობას, ხო? როგორ გაუმჯობესდება, თქვა. აქ იცით რა არის? აი სირთული დამთავრდება. ნახეთ რა ხდება კიდე აქ უფრო ღრმად რო წავიკითხოთ, ნახეთ. თუ დაუშვოთ თქვენ იყავით როგორ? აი მატერიალისტი. ნახეთ რას ნიშნავს? ჩვენ ახლა პრინციპში რასაც აი ხელს ვკიდებთ, ჩვენ ყოველთვის იმას ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა მე ფული მინდა მომივიდეს. აქ შეიძლება თქვენ პირველ რიგში აქ სირთული დამთავრდება. ну თქვენი ფინანსური მდგომარეობიდან აი რაღაცა თუ იყო. მაგრამ ნახეთ რატო ვიძახა მატერიალიზმზე? იმიტომ რომ ცედეთ. ხო. აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? აი
მიდის რა სიტუაცია ნახეთ ზუსტად როცა შენ ფიქრობდი რომ მარტო თქვა აი თითქოს ფულის სადმე შეგეცვლება თქვენ დამოკიდებულება აი თქვენ აქ ბევრისთვის მოგივათ როგორი აზრი მე ვიცი და მე მჯერა იმისი რომ მე უნდა პირველ რიგში მქონდეს ისეთი საქმე ან ჩემი საქმე უნდა შემიყვარდეს იმისათვის რომ მე ეს ვაკეთო პატიოსნად მე უნდა ვიყო ძალიან აი თქვა უნდა მომწონდეს და მაგ შემთხვევაში ჩემთან ფული მოვა ადვილად თუ დაუშვოთ თქვენ იყავით მიჯაჭვული და მარტო ფული მინდა და აქ თქვენ ახლა ფულს თუ შოულობდით მაგ შემთხვევაში უფრო მძიმედ შემოდის ფული რო იცოდეთ ფული შემოდის ადვილად მხოლოდ იქიდან იმ საქმედან რომელიც შენ გახარებს რომელიც შენ მოგწონს როცა შენ ამბობ კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის რომ ვიყო საჭირო როცა თქვენ ამ კითხვას უსმევთ სამყარო ყოველთვის მოგცემს თქვენ პასუხს და ყოველთვის თქვენ მიიღებთ იმას რომ აი გაგეხსნებათ პასუხი რა ანუ შეიძლება თქვათ ახლა რამე ინფორმაცია მოგივათ შეიძლება სიტყვაზე ზოგი თქვათ ნახავს დანიშნულებას თავის პირად რაღაცა შეგეცვლებათ ყველა ვარიანტში ზოგი მოვა და მატრიცას გააკეთებს ხო ბოლოს გავიგო რა ხდება რა და ანუ უნდა შეცვალოთ ეს რომ ანუ ყველაზე ძალიან აი მარტივი რა რომ გითხრათ თქვენ დაუშვოთ ხო როგორ შეგიძლიათ აი დაუშვოთ გაქვს მილიარდი ლარი დოლარი ევრო სადა ხართ ხო და აი გაქვს всё შენ ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე გინდოდა всё შესრულებული აბსოლუტურად ყველაფერი всё აი რას გააკეთებდი ეს არის ყველაზე შეიძლება ბანალური ყველა მიცეთ შეიძლება ნოუმრავლესობა მაინც ეს ტექნიკა მაგრამ აი სადეთ აი რას ვიზავდა ეს всё არა მაგ არანაირი მანქანებიც მყავს ხო შვილებს ყველაფერი უყიდე შვილთა შვილებსაც კი უყიდე ყველაფერი ბრენდებში ვარ ჩაცმული მთლიანად ოქროები მაქვს ვაფშე იმდენი როცა წავიღო არ ვიცი ბინები მაქვს სახლები მაქვს აი რას ვიზავდი მე აი რას ვიზავდი მე რით დავკავდებოდი აი ეს არის ყველაზე გემრიელი ფული რო იცოდეთ თქვენ და აი შეიძლება ეს პერიოდი თქვენ თუ ფიქრობდით ეს პერიოდი რომ მარტო თქვათ ახლა უნდა ბევრი და ვიშრომო და მარტო თქვათ ახლა ვიყო დამოკიდებული აი მძიმე შრომით ხო და კავებული ვიყო და ფული მოდის კი მინდა მაგრამ ძალიან რთულად მოდის ჩემთან აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან იცოდეთ და ნამდვილად უნდა აი აქაც უკვე მაჩვენეს რომ ეს ფიქრები წავა თქვენგან და აქ ნახეთ როგორ სასიამოვნოდ უნდა მოვიდეს თუნდაც ჯერ არ მიკითხავს მაგრამ აი აქ ნახოთ რა ხდება აქაც ნახეთ ახლა აქაც მოვიდა ნახეთ შეხედეთ ახლა ძალიან კაი ენერგიები არის იმპერატრიცას ენერგიები კი აქ კიდე იეროფანტი აი ზუსტად მე რას გითხარით თქვენ ეს ტკივილი რაც გქონდა თქვენ ეს შეიძლება თქვენ იყავეთ იმ პერიოდში ნახეთ როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ მაგ პერიოდში რა არის აი როცა შენ ფიქრობ მე მჭირდება ძალიან მჭირდება ფული იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები მაქვს საყიდელი ან გასასტუმრებელი იმდენი რომ რა გითხრა რა მაგრამ ეს ფული რატომ მოდის ასე მძიმედ აი ეს არის 10-იანი ხედავთ აი აქ მძიმედ აი თქვენ აქ გეუბნებით შეცვლით მიდგომას და ფული წამოვა გეუბნებით ფული აუცილებლად წამოვა იმიტომ რომ თქვენ აქ სხვანაირი მიდგომა იმიტომ რომ იმპერატრიცა ეს ყოველთვის ეგ არის კი შეიცვლებით რაღაცა ინფორმაციას გაიგებ და შეიცვლება თქვენი აი ეს ნერვიულობა რაღაცას აი იცით გადახარშავთ ბევრ რაღაცას თქვენ აქ და შეიცვლება თქვენი მიდგომა ფულის სადმე რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ უნდა შეცვალო ეს მე მაგალითად ტრენინგზე კი ვასწავლე შემოსწავლებს მაგრამ აქ ხა თქვენ პრინციპში თვითონაც ახლა თუ იცით ეს თემა აქ გეუბნეთ აქ ოცნებები რაღაცები ფულიზე დასრულდება იმიტომ რომ ფული მოვა გამიგეთ მოვა იმიტომ რომ მარტო რომ იჯდე და იფიქრო ვაიმე საიდან როგორ ანაერად მე გითხარით საიდან როგორ არა რა შემიძლია კიდე გავაკეთო იმისათვის რომ ვიყო საჭირო იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენს საჭიროებაზე ჩვენს აი რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ხო ჩვენი ცოდნა ჩვენი თქვა შრომა რაც არის მხოლოდ იმაზე მოდის ფული დღეს რაღაც ძალიან ღრმა გაშლა მოგვივიდა ჩვენ და რა თქმა უნდა იქნებით კმაყოფილი პენტაკლების დედოფალი
იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ კიდე ნახათ, აქ ზოგისთვის კიდე რა მიდის, იცით? თუ თქვენ გქონდათ აღებული რაღაცა ვალდებულებები, ესეც დასრულდება, იცოდეთ რა, ვალდებულებები თუ აქ აქვთ აღებული ზოგი შეიძლება აქ დაასრულებს რაღაცა კრედიტს რა, ანუ სესხეთო ქონდა აღებული, თქვენ მაგას დაასრულებთ. всё, აი აქ უკვე მორჩება, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვოთ, აი სრულიად მოულოდნელადაც მოგივიდეთ ესეთი თანხები, რომ თქვენ აი ნამდვილად დაგეხმარებათ ეს თქვენს იმაში ფინანსურ მდგომარეობაში ወይ რაღაცა თანხა ისეთი შემოვიდეს თქვენთან, რომ დაასრულებთ. აქ შეიძლება თქვათ, ნუ ხა ვინც არის პატარა სიტყვაზე, შეიძლება მშობლები დაგეხმარებათ დაუშვოთ, ხო? შეიძლება კიდე რა აქ შეიძლება იყოს, ნუ დედა მამა თქვათ რაღაცა, კი არის, გამოგიყვანებენ რაღაცა რთული პერიოდიდან, ან თქვენ დაუშვოთ შეიძლება დაეხმარებით, ნუ აქ ნაკადი გაიხსნება, გაიგეთ რა ხდება. ნაკადი გამოდიხართ რაღაცა პერიოდიდან, როცა არაფერი, აი პლუს კიდე თქვენი ცოდნიდან ძალიან წამოვა კიდე ფული, მოვლენ თქვენთან ადამიანები, ვისაც როგორც აი აქ გითხარით, თქვენი ცოდნე ჭირდებათ. სხვათა შორის აქ კიდე მოულოდნელად შეიძლება მოვიდეს ფული, საიდანაც ვაფშე არც ელოდებოდეთ, არც გიფიქრიათ რა. მაგრამ აი ვიღაცესგან ეს გზავნილს გავს რა, რაღაცა შეიძლება ისეთი გზავნილი მოვა, რომ თქვენ ვაფშე საერთოდ ბევრ რაღაცაში დაგეხმარება და გადაგიწყობენ, თქვა რაღაც პრობლემას, აი რა ვიცი დღეს რა ნაკადი არის საინტერესო ურთიერთობაში, აჰა, ეს იგი რა საინტერესო. აი ნახეთ, თან ხა რომ მიდის ხო, რა მიდის და სულ ისეთი არკანები მიდის, რომ რას ქვია მიდიხარ, ხო, ვიცი თავიდან რომ შეხედა. აი აქ შეიძლება რაღაცა პერიოდი, მოდით აბა ვნახოთ რას ნიშნავს ახლა ამ შემთხვევაში. რა მიდის? ნუ ხო ხედავთ ინფორმაცია გიმოდიოდა. თუ იყო რამე ისეთი გაუგებარი სიტუაციები, ხო, თუ იყო რამე ოჯახში კონფლიქტები, ხო, თუ გქონდათ ურთიერთობაში კონფლიქტები, ეს ყველაფერი უნდა წავიდეს. ანუ თქვა, თუ არ იყავით თქვენ სრულყოფილად, აი 10-იანი თასების, როცა მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენ აქ ურთიერთობას გულისხმობ, იმიტომ რომ შეიძლება მე ბედნიერი ვიყო ფინანსებში, ჩემს საქმიანობაში, ხო? მაგრამ აი აქ ცოტა რაღაცა არ ვიყავი რაღაც ჩემს კალაპოტში, ხო? აი ზუსტად ეს სიტუაცია უნდა წავიდეს, რაღაცა შპოთვა შეიძლება გქონდეთ, ხო? აი ნერვიულობა იმაზე, რა, აი ბედნიერებას ვერ პოულობ, რაღაცა მაწუხებს, აი ეს უნდა წავიდეს აუცილებლად. და ნახოთ აბა რა მოვა. რა მოდის? აპრილში რა მოდის? აქ რაღაცა პრობლემა, რომელიც თქვენ გქონდათ, აი ძალიან ისეთი შემაწუხებელი, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებდათ, თუ იყო დაუშვათ აქ ადამიანი წასული და გაუგებარი სიტუაცია იყო, შეიძლება თქვენ ახლა არ იცოდეთ რა იქნებოდა ამ ადამიანს. აი ნუ ძალიან შემაწუხებელი სიტუაცია, რომელიც თქვენთვის იყო უკვე, აი რა ვიცი მე, ნუ ძალიან რა. დღე და ღამე არ გაძინებდა და აი შეიძლება თქვენ ახლა სულ ადამიანზე გქონდათ, აი ადამიანისკენ ფიქრები გქონდათ, ხო? აი სიტუაცია გაერკვევა. აქ თითქოს თქვენი პარტნიორი, ხო, ადამიანი რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს აქ. კიდე ახეთ როგორი მომენტი არის, თუ დაუშვოთ თქვენ აქ ბევრს ფიქრობდით იმაზე, რომ თქვათ სიყვარული მინდა, მაგრამ არ მოდის. გოგოება, აქ შემიძლია თქვა, რომ ამოვა ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, მე აქ ზოგისთვის კი საჯარო გაშლა შეიძლება ყოფილი დაბრუნდეს თავის სიყვარულით, აი ზოგისთვის შეიძლება აქ თქვენ ახალ ადამიანსაც გაიცნობთ. კიდე აქ შეიძლება ზოგისთვის იქნება სიტუაცია, როცა ანუ თქვენ თავს აირჩევთ ნამდვილად და დასვავთ წერტილს და იტყვით, რომ აღარ მინდა მე აქ არანაირი ფიქრები, მაგრამ ეს არის მაგის არკანი და აქ უფრო რაღაცა გადაწყვეტილება არის მიღებული. აქ როგორი თემა არის? აღარ დაველოდები.
გამიგეთ? აი თქვენ აი აქ არის ზუსტად რომ აღარ მინდა всё, ну აღარ მინდა რა ეს ნერვების შლა აღარ მინდა და აი გაუშვებ თითქოს სიტუაციას და აქ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას. კი, აქ თითქოს შეიცვლება, ეგრევე შეიცვლება და ეგრევე რაღაცა გაერკვევა სიტუაცია, თვითბედი ჩაერთობა და ნამდვილად, აი გამოდიხარ თქვენ მდგომარეობიდან, სადაც ბევრი კითხვები გქონდა და პასუხები არა, სადაც ფიქრობდით რა სიზავს, რანაირად, როგორ იქნება, აი ამ სიტუაციიდან თქვენ გამოდიხართ. იმიტომ რომ აქ არის სიტუაცია, რომელიც თქვენზე არც თქვენს პარტნიორზე არ არის დამოკიდებული, აქ თვითბედი ერთობა და იცვლება სიტუაცია, ძალიან იცვლება, იმიტომ რომ აქ ბევრისთვის იქნება რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყება, ახალი ეტაპი ურთიერთობაში, კი. აი ხო გითხარით თვითბედი ჩაერთობა. აქ შეიძლება როგორც გააბედინა ადამიანი, რომელიც მერყეობდა და არ იცოდა გავაკეთო ნაბიჯი, არ გავაკეთო ნაბიჯი, რა ვქნა, რა გავაკეთო და აი გააკეთებინებენ ნაბიჯს რა. უეჭველი და გააკეთებინებენ ნაბიჯს, კიდე დაბრუნება არის აქ. დააბრუნებენ გოგოებო, დააბრუნებენ. ძალიან, აი ისეთ როგორ, აი თითქოს ადამიანი უცბად იჯდა და არა, მინდა რაღაცა რა და აი ხო გითხარით, ნახე. არა და უცბად თითქოს ქარმა დაუბერა რაღაცა თავში მოუვიდა რაღაცა ფიქრი რომ აი მოდი მივწერო რა, მოდი და რაც იქნება, უკვე ამდენი ხანი ახლა ეს ადამიანიც ნახეთ აქ ნერვიულობს, რამდენიც ნერვიულობს და დაიღალა ნერვიულობით მოკო და აღარ შეუძლია უკვე всё აღარ ვარგა ეს ტიპი. ამდენი ნერვიულობით ხო და აი მარტოობაში ჯდომა უკვე ამოუვიდა ყელში და უკვე ძალა აღარ აქვს იმისი რომ თქვათ ახლა იყოს მარტო, იმიტომ რომ თქვენს გარეშე აქ ადამიანი იყო ძალიან ცუდი და ამიტომ მობრძანდება თავისი, ვერ მოდიოდა, იყო ჩაკეტილი სადღაც უთქვენო ძალიან მშვენივრად იჯდა, ხო ხედავთ მშვენივრად ასე მტერმა იჯდეს. და აი ზუსტად გააკეთებს იმას გადაწყვეტილებას რომ მორჩო. მე არ შემიძლია, მე უნდა წავიდე ჩემს იმპერატრიცასთან. всё, იმიტომ რომ ვერ დავკარგავ მე მაგას, ვერა, აქ დაბრუნება არის 100%. всё, სიხარულებო, აი ესეთი იქნება ჩვენი აპრილი. ну მე რა თქმა უნდა ყველა კვირას კიდევ ვნახავთ ახლა რა იქნება, მაგრამ მე გისურვებთ რა თქმა უნდა ბედნიერებას, სიძლიერეს, სიყვარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.